და მე მგონია რომ ყველა სასულიერო პირის ვალდებულება არის რომ ზნეობაზე იქადაგოს რატომ ვიკავებთ თავს მოდით მოგახსენებთ ჩემს ვარაუდს მე როდესაც ვამბობ რომ კაზინოებით იძარცვება ქვეყანა ამით მე უპირისპირდები უკვე იატაკქვეშათა დანაშაულებრივ სისტემას კი არა სახელმწიფოსთან შერწყმულ დანაშაულებრივ სისტემას ამით უპირისპირდები ეს არის საშიში ჩემი ფიზიკური არსებობისთვის შეიძლება ამის გამო მომკლან ჩემთვის ეს ნათელია და დიდი ხანია ჩემთვის ეს ნათელია რასაც ვლაპარაკობ ეს ნათელი მარტო ჩემთვის არ არის ეს ნათელია სხვა სასულიერო პირებისთვისაც თუ კი იტყვის რომ კაზინოებით იძარცვება ქვეყანა კაზინოების უკან რომ კრიმინალები არიან სახელმწიფოსთან შერწყმულები მათი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან ამ ეს არის მიზეზი ჩემი ღმერთმენი ვინმეს არაფერს არ ვაბრალებ ჩემს ვერსიას ვლაპარაკობ ხმალა შიში და თავშეკავება საფრთხის წინაშე არაფერი მეტი პოლიტიკა არაფერ შუაშია მან ოდესაც ვამბობ იმას რომ სოფელი ყდება ქართველი გენოციდია გადაშენების პირზე იკლებს ქართველი და უცხოელები ჩასახლება ხდება ჩანაცვლება ხდება ქალაქების შენება უნდა ახლა რაფია არაბული იმით ეს არაბები მარტო არ არის მანდ აზიური მოსახლეობა მთლიანად ჩამოდის და როდესაც ამას იტყვი ყველა მე ვხვდები ამას რომ მე ამით უპირისპირდები სახელმწიფო სისტემას იმიტომ ეგენი აკეთებენ მაგას მარტო მე ამას არ ხვდები ამას ხვდება სხვა სასულიერო პირებიც ამიტომ არ ამბობენ არაფერს ამიტომ ხო უნდა გაიმართლონ თავის სიჩუმე ხო უნდა გაამართლონ კიდევ ვიმეორებ ეს არის ჩემი ვერსია თუ სხვა ვერსია აქვს ვინმეს მოგვახსენოს ბატონო რა ვერსიით არიან ჩუმად როდესაც ერის ამ უბედურებას უყურებენ და პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიონ თურმე ამით რომ იმშვიდებენ თავს და ატყუებენ საკუთარ ბრევს და მალავენ საკუთარ შიშისადმი მორჩილებას სხვა ვერსია თვითონ თქვათ მე მეტი ვერსია არ მაქვს ვერ ვხედავ სხვა ვერსიას ეს არის სიჩუმის მიზეზი საფრთხეა დღეს ამ თემაზე ლაპარაკი სიცოცხლისათვის